მე ვარ დავით მამაიაშვილი, სოფელი ტიბანიდან. ვეწევი დაახლოებით 20 წელი ამ სოფლის მეურნეობას, მომყავს ხორბალი, ქერი და მზესუმზირა. ფართობს ხან 300 ჰექტარს ვთესავ, ხან 250, ხან 350 და შემდეგ რა უნაცვლებთ კულტურებს და მაგის მიხედვით. ფერმერისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხარისხიანი თესლი, წამლები, სასუქი, მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია. მეორე წელია, რაც თანამშრომლობ აგროფორსთან, რომელიც გვეხმარება სასუქებით, წამლები, შხამქიმიკატები და თვითონ ეს ხორბალის აგროფორსის დახმარებითაა მოტანილი. 3 წლის უკან იყო ფრანგული ხორბალი სომტოუსი, წელს შემოიტანეს გერმანული პაპილონი რა. 160 კილო თესია ჰექტარზე და არის ძალიან მაგარი ნაბარტყი. აი, მოკლედ ახლა ამ ახალ ხორბალზე, გერმანულ პაპილონზე, მე რასაც ვფიქრობ, ჩემი ვარაუდით მინიმუმ 8 ტონა უნდა ამოვიდეს ჰექტარზე. გარდა იმისა, რომ ბევრს ველოდებით, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ხარისხიანი მარცვალი. საბოლოოდ რო ვთქვათ, მადლობა რომ მოუხადოთ აგროფორს იმისთვის ჩვენ, რომ გარდა სათესლე მასალისა გვეხმარება აგრონომიული თვალსაზრისით მოდიან ბიჭები, ამოწმებენ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვუხდით და მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება გაგრძელება აგროფორსთან თანამშრომლობა და ყველას გირჩევთ, რომ მოხვიდეთ ბიჭებთან, გაესაუბროთ, რჩევებს გაგიწევენ და გვერდში დაგიდგებიან. დღეს სიღნაღის რაიონში ერისიმედის მიმდებარედ დავით მამაიაშვილის მარცვლეულის მეურნეობაში ვესწრებით საგაზაფხულო პირველ წამლობას. აქ დათესილია გერმანული კომპანია Saaten Unionis ხორბლის სათესლე მასალა პაპილონი, რომელიც ევროპის 16 ქვეყანაში ლიდერია როგორც მაღალი მოსავლიანობით, ასევე დაავადებების მიმართ გამძლეობით და რაც მთავარია, მაღალი საწყობი პარამეტრებით. ბატონი დავითი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს კომპანია აგროფორსთან და მოვლამოყვანის სრულ ციკლს იგი ხელმძღვანელობს კომპანია აგროფორსის სქემით. თესვისას გამოყენებულია ლიტვური კომპანია ტერამილეს სწრაფადხსნადი სასუქი 12-24-12, რომელიც გარდა ძირითადი ელემენტებისა შეიცავს დამატებით გოგირდს, ბორს და თუთიას, რომელიც განსაკუთრებით კახეთის ნიადაგებისთვის აუცილებელია. სათესლე მასალა კი დამუშავებული არის რადიფარმით, რამაც უზრუნველყო, როგორც ხედავთ, თანაბარი აღმოცენება, ადრეული აღმოცენება, მცენარემ კარგად გამოიზამთრა. ამის შემდეგ ამიდებმა, როგორც კი საშუალება მოგვცა, ვატარებთ პირველ წამლობას. ახლა მიმდინარეობს სარეველების წინააღმდეგ დამუშავება, რომელშიც ვიყენებთ ფუნდამენტუმს. ეს არის სიახლე აგროფორსისგან. ფუნდამენტუმს არ ყავს ევროპაში ანალოგი. იგი შეიცავს სამოქმედ ნივთიერებას და ერთობლივად 3 სხვადასხვა მხრიდან ებრძვის სარეველას და ისეთ რთულად მოსაშორებელ სარეველებსაც კი, როგორიცაა მინდვრისნარი და ჩიტის თვალა, რამდენიმე დღეში სრულად ანადგურებს. ხოლო შრიუკის საწინააღმდეგოდ კი ვიყენებთ დეტოლის წარმოების დეტოლ კლოდის. ხშირად ფერმერები ყურადღებას არ აქცევენ მიკროელემენტების გამოყენებას და მხოლოდ MPK სასუქების გამოყენებას სჭერდებიან, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე. ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვანახა, რომ ფოთლიდან ისეთი მიკრო და მაკროელემენტების გამოყენება, როგორიცაა მანგანუმი, მაგნიუმი, თუთია, ბორი, სპილენძი და მოლიბდენი, საგრძნობლად ზრდის ხორბლის მოსავალს. ბოლო წლებია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად ინერგება ბიოსტიმულატორებისა და ფოთლოვანი კვების სასუქების გამოყენება, არასტაბილური გარემო პირობებისა და ეგრეთ წოდებული მრავალი გაზაფხულის პირობებში მნიშვნელოვანია ისეთი ბიოსტიმულატორების გამოყენება, როგორიცაა ბროტავერდი, რომელიც მცენარეს ორი მიმართულებით ეხმარება, ეს არის იმუნიტეტის გაძლიერება და ბუნებრივი დაცვა სოკოვანი დაავადებებისგან. გარდა ბროტავერდისა ვიყენებთ მეგაფოლს, რომელიც მცენარეს გადაატანინებს ყველა შესაძლო სტრესს და დაეხმარება სწრაფ განვითარებაში. კიდევ ერთი სიახლე, რასაც აგროფორსი მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს თავაზობს, ეს არის ნუტრიპლანტ 36, რომელსაც აქვს აზოტის მაღალი შემცველობა. ეს ფერმერს აძლევს საშუალებას შეამციროს ფესვიდან გამოსაყენებელი აზოტოვანი სასუქების რაოდენობა. სწორედ აღნიშნული სქემის დახმარებით ახერხებენ ჩვენი ფერმერები და მათ შორის ბატონი დავითი მიიღონ მაღალი და რაც მთავარია, კარგი საწყობი პარამეტრების მქონე მოსავალი. წლიდან წლამდე იზრდება აგროფორსის სქემით მოყვანილი მარცვლეული კულტურების რაოდენობა და ამ წლისთვის უკვე შეადგენს დაახლოებით 20,000 ჰექტარს.